ნამდვილი საგიჟეთია. ასეთ ამინჩი სად უნდა წახვიდეს სასეირნოდ? სად? ვერთო ჩემო, სასეირნოდ კი არა. წვირს ვერ გაყოფ. მე ხო კამერაზე კიდე ხო ისე არ ჩანს ხოლმე, როგორც წესი. არაფერი არ ჩანს ისე. თვალი უფრო არ ექვავს ყველაფერს. მოკლედ. აი ამას შეხედეთ სახურავიდან ესეთი ნაკადით რომ მოედინება წყალი ქუჩაში მე ხალხი დადის და არ ვიცი აი გამოჩნდება თუ არა დინარესავით მოდის აი ამ ნაწილში აი დინარეებია უკვე წყალი ვერასდროს ჩასვლას აქ წვეთების ზომას შეხედეთ. მე ხუჩემო. ეს საგიჟეთია. არა, ნიუ-იორკში ცხოდაცხო წვიმამ იყო. სიფათის ვიდეოებს რო ვუყურებ ხოლმე. მოკლედ და კიდე ის ინფორმატორი არის. რა ქვია, ანუ ამინდის კატაკლიზმებზე საუბრობ ხოლმე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდება. ხო არ ვიცი, ახლა რო ვქარო ესეთი ამინდები არ მახსოვს ხო ადრესს ხო ვერ ვიტყვი. ყოფილა აი ესეთი სიმძლავრის შემიძლია ვქარო, ნუ მაინდა-მაინც არ მახსენდება. ნახეთ უბრალოდ არ ვიცი. ესე დროს კარგია სახში ყოფნა. არცად ასლა. სამაგერ ყვავილებს უხარიათ, ცოტა დასოვდნენ. ამისთვის არ დამისვა წყალი. ახლა დავაწყავ. ცოტა. ამას მოკლედ წყალია დასაწყნელი. ესე გამომჩა. აჰა. გამოვედით დღეს რა იწვია ესო? 23-ში, ანუ გუშინ მაგრა წვიმდა, სად წახვიდოდი, ვერ წახვიდოდი. არც დღეს იყო ნაკლები, ცოტა წამოწვიმა და გადაიღო. მოკლედ ახლა ვართ ზოოპარკში მე და ესო და ველოდები ბეგემოტი როდის ამოყობს თავს საყვარელი რას საკავს ნახე. რამხელა თავი აქვს შეხედე. და მოკლედ სპილოს ნახვაც მინდა, მაგრამ ხელა თავი აქვს. შეხედე სოსო. შეხედე, იქით მიდის. ცხვირ შეხედე როგორი. ცუდია კარჩანს კარგად. ისე ჩაყვინთა. მოკლედ ალბათ გამოდის ხოლმე. არ ყოფილვარ ზოოპარკში რაც წყალდიდობა რომ მოხდა. მიესალმე სოსო. ხო გადაკეტე. არ დავკეტე. წვეთები უბრალოდ ხიდან ჩამოვარდა. აქ იდეაში სპილოა. ეს კარგი გააკეთეს, აქ შუშები რო გააკეთეს, ადრე არ იყო მგონი. თუ იყო? იყო კი. ხო. მოდი სოსო ნახე. ეს ლამა? ვირი კი, მაგრამ აი იმას იქ რა უნდა, ის ვირს სულ არ გავს. აი ეს ვაჟბატონი. ვირი არ არის. შპიონია. შპიონია. ვირებთან ერთად ცხოვრობს. მოკლედ ვნახოთ აბა სპილო თუ ჩანს იქ, მოდი. იქნება ალბათ. ამა უნდა იყოს. კი. აქ არის, თეთრ მხელა. მისადე გამოჩნდება ამდენი შუშები აქ და იცი ერთ წუთი.
კი ჩანს. Und უკუღმა დგას. ერთია მარტო? ჩემი სპილო. ეს საყვარელი ხარები არიან. წავედით კიდევ ერთხელ. მოკლედ სტაცებლებს ვეძებთ ახლა მე და სოსო. სოსო მეუნება იქ რო იყო კიბეო, იქ უნდა ავსულიყავითო. უი. კეთრი პონი. ხოდა ადრე ხო ქვემოთ იყვნენ. ეტყობა ზემოთ გადაიყვანეს. ნახავთ ახლა და თქვენც დაგათვალიერებინებთ. მოკლედ პატარა ესეთი თავგადასავალი გვაქვს. სვავები ძალიან შემეწოდნენ. ესე ზემოთ იყურებიან, იქ ცაში უყურებენ, რომ დაფრინავენ რა, მოკლედ ფრინველები არ ჩანს ახლა კამერაში. უნდათ თავისუფლებაზე. ჩუდოები. სულ ზემოთ იყურებიან. ესეც ლომი. საწყოძის ესე. ისე მოცის იქა. რაღაცა გამხდარი მეჩვენება. იქ დედალი მიძუ ისიც ასე მოგეწონა სოსოლომები რამხელა ყოფილა სინამდვილეში პირველად ხედავ ცხოვრებაში ხო ესენი ძალიან საშიშები არიან აი ძალიან ეს ბუნებაში თუ შეხვდა всё, არ გადაურჩები. ეს ვირები როგორ მიყურებენ? ვირებ ხარჯან. არა, ხა ბუნებაში ისე. ნახეთ, მეგობრებო, რომ ხელა. ნუ რა თქმა უნდა, გამოჭრილი აქვს. აი. ეხლა ეს ფილმი გამახსენდა, ჯიმ კერი. კომედია რა. რა ქვია? ეის ვენტურა. ერთ-ერთ სერიაში ვითომ ეს არის მატორთა და შინ შეძრებას ცხელა რა იქიდან უთვალთვალებს ცხოველს ხელა აი ეს არის დინოზავრივით რა დინოზავრი ახლა იქ მე მგონი მაგდროინდელი ცხოველია როგორც პირველ მე არ არის მაგდროინდელი კი მამონტები იყო ხო, ნუ სამომავლები. მამონტები ასე მოდის. მე დინოზავრები მოდის. ნახე მოვიდა. ვაიმე. რა. თავს აწევს? მე რა ხევა, აგერ არის მეგობრებო, აი, ქვია. გაწიეს ხოლგა აროჩი. ნახეთ რა მხელა. როზე დრო დაჯდება, გააჭენ. თეორიაში აზრებოდი, შეიძლება შევდე ახალ, ხო? ნახეთ მეგობრებო, აი ჩემი ხელი, არ ვიცი თუ ჩანს, ვიცოდეთ. დავაპატარო, აი ჩემი ხელი და ეს. ასე ახლოს გინახია როდის მე? ასე ახლოს მე მგონი არავის არ უნახია. მოდი აქ, მოდი. ეს დემონსტრირება გააკეთა, აიო მოვედიო თქვენთან. ნეტა წვილი ყავს? მოგონი მამა ხარ. აბა სად იქნება? ქვემოთ იმაში ზაგონი ქვია რუსულად, ქართულად რა ქვია.
ზურგი მომაქცია. ვირებიც მოვიდნენ. მიცოდებიან. მოკლედ. და შეხედეთ. სოსო, აკეთმო. რა თავი აქვს ეს კაი შხამიანი იქნება, წაიკითხე. გიურზა. გიორ. ой, გიურზა ჩვენთან გავრცელებულია. რა? ეს ხო. ეს შესაძლებლია. ან დაბლილია უბრალოდ. ეს ნახე, ეს გამოსვლას ცდილობს. გამომიშვა, ეს შხამიანია. ეს ის ხო ის? ხარწერია. აი, ხარწერი, აი. ანუ ნახე, აქ რატო ბნევა? აქ ნახე ყვითელი, რაფერია. აი, მიგროხება. ნახე. კუებს შეხედე, კუებს არ ჭამენ ესენი? არა. თუ ერთად არის ნახე. აქ ორია. ერთი არის ეს რაღაცა ღია ფერის, მეორე ელიფია. და წყლის კუები. აქ არ ჩანს ვინარი. ვაიმე ეს რა საგავს და რა ლამაზია. ნახე რა საყვარელია. ეს რანგოა? აი ნაბაჩი. აი კიდე ერთი რანგოა. რანგოა. ვინი ძალიან საყვარელია. ალბინოტიკო. მაშინ. რანგო. მოკვირდება. ისინი. შეხედე ვინ შენ. ხო, შეხედე, სუსუნობა შეხედე ვინ ის. ნახე როგორ უდევს თავი. ნახე. ვინი რა თვალები აქვს, ნახე, ისე ჭკვიანი. ხედა როგორ იყურება. საწახვედი მოდი აქვს სოსო. ნახე რა მხელა კუა სოსო აქეთ მოდი ერთი წუთი ჯერ ეს არ დაგითვალიერებია. ამას შეხედე. მხელა. აი მანის კუ. ის პატარა თევზები ნახე. ესინებია. ნახე ისა. ყველა აქ მოვა ეხლა შეხედე. შეხედე მოვიდნენ აი. შეადე. შეხედე. აი ეს არის ის. ნემოში როა თევზები ეგეთი ტიპის არის. წოდეული არსებები. ამას როგორი ვერცხლისფერი ჭკვიანებული აქვს სულზე. ნახეთ იქით ჭკვიანას. მან ვინ არის? თავი არ შეყო შიგნით. აი ეს მომენტი. აი კან სიცulis ეს. მამაზია, სოსო, ნახე, არ გინდა სახში ყავდეს ესეთი. აი ის მომენტი. სახში რო ყავდეს ესეთი არსება. ბაყაყი. აი. უი, მაჩვენე, აქედან გამოჩნდა. აი, დიდი ბაყაყი, მეცადე აქ ესეთი დაორთქლილია, რაც დაინახავთ, აი. აი, ზის. რას აგავს? აქ ვინ არის? ეს ვინ არის, აი ეს. თავი იქით აქვს. შედის წყალში. ამ კუს შეხედეს ესე.
ნახე. რა თეთრია და რა საყვარელია. კიდე გაიმაი. რა? კიდე ეს გაიმაი. მოწოთ სანდალს ამგეჯა ნუ მარკოსი დაიდა. აი აქ მოდი სოსო. მოიცა მან მერე დავკრუგავ. მოდი. აქ ალბათ ობობებია, მოდი. სოსო. ტარანტული არ გაინტერესებს? სოსო. ნახეთ როგორ დადის, როგორ ეძებს. მოდი აქ. სოსო. სოსო, ერთი წუთი მოდი აქ. უკუღმართად ნუ ათვალიერებ. მონები. აი ეს არის გადაჭრის ასაკი, ჯიუტი. ამა შეხედე, აი. აუგა. ანიდა. ტარანტული რა არ გინდა ნახე რა მაგარი ტიპია. აქ ნახე ეს რა ფერია. მონიკიდე. ნეტა, ой. ნუშაკ. არ მოძრაობს. სინა. ეს რო გაიხსნეს ახლა. აქ ბადი აქვს ზემოთ. აქ ვინ არის ვაფშე არ ჩანს. შიგნითაა შემძრალი ეტყობა. ой, კიცის ალბათ. აქაც ტარანტული, აი. ხელა შეხედე. აქ სენები გაუკეთებია უკვე. ვინ არის? არჩევის. იმალება. სლივა იცა რო იტყვა. ეს უკვე წარმავალი იქნება, თუ? ამას შეხედე ეს. უკვე წარმავალია თუ ვინ არის? ხო, ზემოთ ყვითელია. ვინა? ბახის მახრჩობელა? პატარა მახრჩობელა. დაგრეხილია. აქ ვინ არის არ ჩანს. ეს ეტყობა გაიქცა უკვე. გაიქცა ხო? ხო. ის ჩონჩხი რატოა იქ? ვაფშე პატარა ეტყობა. ბაყაყია. ეს კაი შხამიანი ბაყაყი იქნება. აქ ვინ არის ვერ აი. რა? ჩხირიოთ რაღაც. პალაჩნიკიოთ როგორ ხია? აი მე რა საყვარელია. ნახეთ, აი ჯოხს გავს. ორი ძალია თუ მეტი. აი კიდე იქით. პალაჩნიკი ქვიათ რაღაც ეს. აღაშტა. აღაშტო და ჭალამბოღანდა. ჰანა ვარდაცა. აი მე ეს ნახეთ. ჩასტეტო. ჭალამბოღანდა და ხანა. იბოი გაყნა. ბოღ. აი. ნადო. მასია. რეფრესებული ბიტონი? ხო, ესეთია, მოყვითალო თეთრი, ხო? ამას შეხედე, აი ამას. ამ ჩუნჩულას დაიცადე როგორ იჯდა სუსლიკა მე მგონი. სუსლიკა. აი. მაგალითად. აი, კიკოლა. აი, იქაც არიან. აი ესენი მას გაწარმოებს ჭამენ. ამაზე მუთხილული მაქვს რაღაც ადრე ბავშვობაში ნანახი. მე რა შვება. მაგლა? აი, რა ზოგად. წეოზიკა. ჩამოკიდებული აქვს ფეხები და ხედი. ისვენებს. კუდი ქვემოთ. მეტი არავინ არა. აკეთ? ვაი მე ის რატუზის ესე მოწყენილი. ნახე. სოსო. დაიხალ. ნახე რა სახით იყურება, შეხედე გეფოცება. ბოდორო. ნახეთ რა მორდიჭკა, ნახეთ რა სახეა. ნიკლედან ერთია ეთყობა ესა. მეგობრებო, რა უცნაური კუ არის, ნახეთ როგორი ცხვირი აქვს და როგორი ფორმა აქვს. ვიეტნამური. ოთხკუთხედი. ვიეტნამური. ეს წყლის კუ არის. აიგე. ხო. მაგერა წერია. რა ქვია? აი აქ ვინ არის ეს არის საინტერესო. არავინ არ ჩანს.
იქით უკან უნდა იყოს. მოეწერა, ნამდვილი მცენარეებია. მონსტერა. რაღაცაში ყუზული იქნება. არ ჩანს. გასვლა ხო? ეს გასასვლელს ეძებს აიქ. ამათ შეხედეთ. აი აქ. შეხედა? ვინ? აბსოლუტურად. ვაიმე პატარები. რასაგავს, თავზე რეები აქვს. აბსოლუტურად. კონტი ესწავლა. მოიცადე, ესენი სულ ესეთები იქნებიან? კი. ანუ კუდი და დაცურავენ. რეგენერაცია აქვს, რა შეუძლიათ? ხო, სიყვარლები ალბათ მერე ხეებზე წადიან. ხელა ბამბუკები აქვს. თეზები. აქაც კუ არის. დიდი კუ. ახლა კუდია. თეზები. პატარა ზიგენები. ნახე სოსო. ეგუ. ერთია მარტო. ეგუ ქვია. იმიტომ ამოწყენილი. ფარშევანგან გაშალა კუდი. იქნებ შემოტრიალდეს. სოსო. სოსო მოდი. ეს გაიფხორნენ, სოსო, მოდი, იცი ნახე ამათ შეხედე. ესეც, სოსო. რო შემოტრიალდნენ, არ შეიძლება? სოსო, ერთი წამი მოდი აქა. სოსო. ერთი წამი მოდი. ნობა. შეგეცოდება სოსო. ვერ ხედავ ბუმბულები შეჭრილი აქვს იმას. ეს იცი რა დედლებს აწონებენ. რაც გამოსულა გარეთ, რო იწვიმა, შიგნით იყვნენ შესულები. ნახეთ რა ფხილა და რა საყვარელია და რა ლამაზ ფერებშია. ნეტა ლაპარაკობს? სოსო. შეხედე რა მხელა. იქითაც რო ზის ისა. არა. არა. რა. რამე მითხარი. რა საყვარელია ნახე. ეს ტრიუკებს აკეთებს. ნახე. რა? სოსო მოკლედ. ძიებაშია. სოსომ თქვა გადაიღევა ესო ნახე რა ლამაზიაო. მართლა ძალიან ლამაზია, გამწვანებული შენობა. რა თქვი? მოკლედ დავათვალიერეთ, დავისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ახლა ნელ-ნელა სახლისკენ წავალთ. ალმებით. დღეს უკვე 24-ია. გუშინ მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ დამიჯდა.
მობილური ბანდი დავიბნიო აქ, თორემ ისე აქ რო დავიბნიო რა მოხდება. მე მგონი ხმა კარგად გაისმენდა. ასე რა სიტყვით. მოკლედ, გუშინ ვიყავით ზოოპარკში. ხო, მრმიაო. ხო, დღეს პატარ-პატარა საქმეები მაქვს, დასამთავრებელი, მოკლედ კვირისთვის ვემზადები. და აქ რა ხდება? უი, გაზარეცხები დაუწყია აქ სასოს და უნდა შევყარო ეხლა. ხო, ჯერ უნდა გამოვიყო, რაც შიგნით არის. ჩემი სპორტული ტოპი. ძალიან პრაქტიკულია. ჯერ აქ დავდები. დავაწყობ ჯერ. და თან რაღაცას გაჩვენებთ. ხო. ეს მოლოდინი მაქვს, რომ ხვალისთვის უკვე გაშრება, იმიტომ რომ ხვალ უნდა ჩავიცვა. ეს მაიკა ძალიან შემიყვარდა. მიხვდება ვინც მაჩუქა. თუ მიყურებს, რა თქმა უნდა. ესა. და დღეს ამოვიტანე რა ვიყიდე. ლარებად. ოღონდ ეს მაისური რატომღაც უფრო გამიძვირეს, რატო არ ვიცი. ალბათ უფრო უკეთესია ამ დროს მე მიმაჩნია რომ ისინი უფრო უკეთესებია ხარისხით და ყველაფერით. მოკლედ, მე ხო ვარსკვლავებზე გართულება მაქვს რა. ძალიან მიყვარს ვარსკვლავები და მოკლედ ვარსკვლავებია და ეს ფასონია. აქ რაღაცა ესეთი ნაქსოვია. ანუ მხრებზე და აი აქ ჩადგმული ეს არის ნაქსოვი, თხელი ნაქსოვი და ეს არის რაღაცა ნაჭერია. მოკლედ, ძალიან სიმპათიური რამეა უკან ესე. ხაზი აქვს და ეს მომცა სამღერად. მოკლედ. ხო, ეხლა ეს ცოტა სადაც გაკერილია და კაჩოთ რომ კარგად გაშრეს ლამაზად. ხო. და შეიძლება ხოლმეც ჩავიცვა, არ ვიცი, მოკლედ ამინდი როგორი იქნება. ხო, მოკლედ ეს მაისური სამლარად. დანარჩენები თითო ლარი. ესეთი სტილი საერთოდ მე მიხდება. ანუ ესე როა და რო ჩანს ხრები და მოკლედ. თან არის ესეთი რა, გრძელი არ არის რა, მოკლედ. გრილი, ბამბის, სუფთა ბამბა, აი მართლა ურბილესი ბამბაა. ეს ხო, თან არასწორად არის ესე აჭრილი ცოტა ესე არა. ფერიც მომეწონა ისეთია რა. მოდაში როა ფერები ეხლა ცხენის წელია მაინც წითელი ყავისფერი რა ვიცი ყველაფერი ეგეთი ფერი და ეს კიდე ეს რა ვიცი ძალიან მომეწონა როგორც ფასონი ასევე ფერებიც ესეც ბამბა სუფთა ბამბა უთხელესი აი ესეთი ჯინსებზე დიალურია მეგობრებო აი ესეთ მე გაჩვენებთ რა თქმა უნდა ტანზე როგორი იქნება ზაფხულში ალბათ უფრო გრილ საღამოს რომ გადაიცვა რა ძალიან ლამაზია ტანზე უკვე გავტესტე ყველა ამბოლო ხანებში რაღაცა მიმართლებს ხო იცით კაპიკებში ვყიდულობ კარგ რაღაცებს და მოკლედ მადგება რა რაც ხავარი ხო აქამდე რაც ვაკეთებდი არ ვიცი ხო ესენი შევყაროთ ორივენა წინდა აქ არის ერთი წინდა ჩანს მეორე არ ჩანს იგი სადღაც აქ ჩავარ და ჩანს სოსო ის მეორე წინდა ნახე მანძარი დაგჭა
აბა სად არის? გასარეცხებში დოიქა და ახლა ის მაქვს ჩართული, რა ქვია იმას, ეგინეს ვიდეო. ნახო და ой, მოვიხსენდიდისა. მოკლედ დღეს ჩავედი მაღაზიაში ჩვენთან თონეა 2 შოთის პური ამოვიტანე, სოსო ამას უფრო ჭამს, იმიტომ რომ რა ვიცი, ეს ჯობია მე მგონი, ჩემი აზრით, იმ პურებს, ბატონ პურებს. ხო, ვიყავი ბაზარში, ну, вообще-то მაპატიეთ. ყავაზე ვიყავი გასული რა. და ყავაზე გასხობია ამას. და რა ვიყიდე მეგობრებო, რო გითხრათ, გაგიჟდებით, ეს არის მიწის ვაშლი. ბავშვობაში ვჭამდი, εν რაოდენობით ძალიან ბევრ ვჭამდი. ხო და რო შედავინახე, მეთქი ეს მიწის ვაშლია, და ხო. მეთქი რა აღიარეს ეს და მოკლედ ვიყიდე. ო ერთი ცოტა რბილია, ამას უცხოდ გავაცალე. ხო. მოკლედ მიწის ვაშლი, ცოტა მარწყვი ვიყიდე სოსოს. ისე. უი ხო, მართლა გუშინ გამოვაცხე პატარა ტორტი. სატესტო ტორტი. 5 კვერცხიანი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის არის, რომ 5 კვერცხიანი ჯერ ისედაც რა არის, ხო, პატარა და მე-5 კვერცხი რო დამავიწყდა კიდე, რომ ტეხავდი იქ ერთი კვერცხი დავჩენია და გამოვიდა 4 კვერცხიანი. მოკლედ ესეთი ამბები. დღეს სადილს არ ვიცი რას მოვამზადებ, სოსოს ალბათ უფრო კარტოფილი უნდა. ხო, მართლა ყემალი გავაკეთე ახალი. ეს ასე ვთქვათ, ეხლა სახმარად ცოტა თხელი გამომივიდა, რატომღაც არ ვიცი რატომ არ იმას მიქნია, ანუ რაშიც იხარშა, ისიც ავურიე. მაგრამ ძალიან თხელიც არ არის მოკლედ. შემიძლია ქინძით გავასქელო, ქინძს იმას ვიზამ დავჭრილო და დავჭეჭკო, მოკლედ საკეთე მანქანად საყიდელი მაგ. და ავურებ და უფრო გასქელდება ალბათ. ხო. ხო, ერთი დიდი ბოთლი მაქვს კიდე, შენახული, ბევრი არ მიყიდია, 1 კილოგრამი ვიყიდე, სახლისთვის რა ესე, კარტოფილზე რომ ძვირი ღირს ტყემლები ისე მომზადებული და ომბალო თავისი იმეებით ყველაფრით რა როგორც კეთდება. ხო, მოკლედ ესე რა, დღეს დავლაგდები, მოვწესრიგდები და დაიწყება ახალი კვირა. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, რაღაცა სასარგებლო რაღაცა. მინდოდა გამეძიარებინა თქვენთვის და დამავიწყდა. ესე იგი გატყუებდით. ესე იტყვიან ხოლმე. მოკლედ გამახსენდება და ცალკე ჩავწერ აუცილებლად ვიდეოს. ხო, ახლა ეს ძალიან ბევრი გამოვა იმას რომ დავამატებ გუშინდელ ვიდეოს და ამიტომ ჯობია აქვე დაგემშვიდობოთ, შეიძლება არ ვიცი ვნახოთ მობილურის დატენვაზე ვარ დამოკიდებული. თუ მოასწრო დატენვა და რაღაცა აღმოსვით ჩავწერ და ის რაც დამავიწყდა გამახსენდება და აუცილებლად ვისაუბრებ მაგაზე. და სხვათაშორის ძალიან გამოსადეგი რამეა. მე ესე მახსოვს, მაგრამ რა არის გამოსვს სკლეროზი დამეწყო. კარგით, მეგობრებო, დროებით და მივხედავ ახლა საქმეებს. ჯერ კიდე მაქვს წვნიანი, რომელიც ადრე ვთქვი, მომზადებული და დამატებით დიდი კარტოფილი შეუწვა სოსოს. ესეც არ არის ახლა ნაკლებკალორიული კარტოფილი, მაგრამ გუშინ მაგალითად ახალგაზრდა კარტოფილი შევწვი, ახალი კარტოფილი. დაცხა, ძალიან ჩამოცხა და მე მგონი მაგრა იწვიმებს დღესაც. კარგით, აბა დროებით დაგემშვიდობებით და მოლოდინი მაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით. რა ვიცი, მე ესე მინდა და თქვენ არ ვიცი გინდათ რომ ხშირ-ხშირად მოვიდე. კარგით, აბა გაკოცეთ.